მოგესალმებით. აი მეც დავბრუნდი და დღეს დიდი დღეა, დიდი. დღეს არის 21 ივლისი. 21 ივლისი უნდა იყოს ისტორიული დღე და აი რატო ამას აგიხსნით. დღეს თამაშობს იბერია 1999 სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მეორე ეტაპზე. მეორეზე, პირველზე აღარ, პირველი ეტაპი გადავლახეთ და დაუძლიეთ ფლორას ბარიერი და გავედით მეორე ეტაპზე. ეს ძალიან მაგარია. ეხლა ნახეთ რამხელა რაღაცა არის ეს იბერია. თუ ეს ეტაპი დაძლია და იმედია რომ დაძლევს, სლოვანი არ არის ისეთი ძლიერი და უძლეველი ბარიერი, რომ იბერიამ ვერ დაძლიოს. მოკლედ ესეთი რაღაცა არის, რომ გავალთ მესამე ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის. მესამე ეტაპზე გასვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოხვდებით რომელიმე ევრో ტურნირზე, მინიმუმ კონფერენს ლიგაზე. და მესამე ეტაპზე ჩვენ შევხვდებით მიალბიუ, არ ვიცი სწორად მომთორა, შვედეთის გუნდი არის, ლინკოლ რენტ იმპსის შორის გამარჯვებულს მესამე ეტაპზე. ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დღევანდელი მატჩის მოგება და მესამე ეტაპზე გასვლა. ვინაიდან რადგანაც მესამე ეტაპი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად ვართ გასულები კონფერენს ლიგაზე მინიმუმ. და ნუ ევროპა ლიგაზე თუ გავედით ხომ საერთოდ ძალიან მაგარია. ეხლა არის დაახლოებით 5 საათი, მატჩი კი იწყება 8 საათზე. ახლა მე დავიძრები მიხეილ მესხისკენ და გზაში გესაუბრებით კიდევ რაღაცეებზე. ავედით წარმატებები ქართულ გუნდებს, არა მარტო იბერიას, ასევე დინამო თბილისს და გორის დილას. სამწუხაროდ ტორპედო დაგვიმშვიდობა, აზერბაიჯანულ ზირასთან 6-0 განადგურდა ორი მატჩის ჯამში, მაგრამ არ აუშავს. დანარჩენ 3 ქართულ გუნდს ვუსურვოთ წარმატებები. აბა ჩვენ ვიცით, დღევანდელი დღე უნდა იყოს გამარჯვების დღე და დაიმახსოვრეთ, რომ დღეს ჩვენი დროა, დღეს ისტორია ჩვენზე. აბა რა, წავედით და უნდა მოვიგოთ. ხო და დავიძარი სტადიონისკენ. ეხლა რაზე მინდა გესაუბროთ რა. როგორც ვახსენე, მეორე ეტაპია ჩემპიონთა ლიგის და ჩვენ UEFA-მ მოგცვა ძალიან დიდი შანსები. ეხლა რა მხრივ? მოგეხსენებათ, UEFA-ს აქვს 3 ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგა. ჩვენ თუ პირველი ეტაპიდან გამოვარდებოდით, გავაგზელებდით კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ასპარეზობას. მაგრამ ახლა ნახეთ რამხელა შანსი გვაქვს დავუშვათ თუ მოხდა ესეთი რაღაც და გამოვარდით მეორე ეტაპიდან ჩემპიონთა ლიგის, გავაგზავნოთ ასპარეზობას ევროპა ლიგის მესამე ეტაპიდან, სადაც შევხვდებით ლარნესა და ცრვენა ზვეზდას შორის დამარცხებულს მესამე ეტაპზე. დავუშვათ თუ გამოვარდით ღმერთმა არქნას, მაგრამ მაინც ესეთი სიტუაცია გვაქვს ხა ჩვენ. დიდი ალბათობით ლარნეს შევხვდებით, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონს. ლარნე არ არის ძალიან მაღალი დონის მეტოქე. ვინაიდან რადგანაც სან-მარინოს გუნდთან მათ ძალიან გაუჭირდათ თამაში და მხოლოდ 2-1 დაამარცხეს ორი მატჩის ჩემში. პირველი თამაში მინიმალური სხვაობით მოუგეს, მეორე თამაში ფრემორჩა. თუ სწორად მახსოვს. ასე რომ იბერიას მხოლოდ სჭირდება ერთი ეტაპის გადალახვა. ან ჩემპიონთა ლიგაზე, ან ევროპის ლიგაზე, ან კონფერენს ლიგაზე. მოკლედ, მხოლოდ ერთი ეტაპის გადალახვა არის საჭირო იბერიასთვის. მეტი არაფერი, რომ მოხდეს რომელიმე ევრო ტურნირზე მაინც. მინიმუმ კონფერენს ლიგაზე რომ მოხდეს ერთი ეტაპის გადალახვა სჭირდება. როგორც ვახსენე ასევე, მესამე ეტაპზეც არ გველოდება ძალიან რთული მეტოქი. მიალბიუ და ლინკოლ რედიმპსი. მიალბიუ არ არის ისეთი მეტოქე, რომლის მოგებაც არ შეგვიძლია თუ ვიბრძოლეთ. ლინკოლ რედიმპსი ხომ საერთოდ კი, ლინკოლ რედიმპსი ორჯერ შევიდა ევრო ტურნირის ლიგის ფაზაში, კონფერენს ლიგას გულისხმობ 2021 წელს და 2025 წელს, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. ასე რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე
ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, ქართული ბრძოლის უნარიანობა. ვაჩვენოთ ჩვენს ლეგენდარულ იაია ტურეს, ბარსას ფანებს ძალიან კარგად გემახსოვრებათ, მანჩესტერ სიტის ფანებსაც გემახსოვრებათ ეს კაცი. თავის დროზე ამ ორ გუნდში თამაშობდა, ჯერ ბარსელონაში, შემდეგ მანჩესტერ სიტის ლეგენდა გახდა. მათი ახალი მწვრთნელი, ან სლოვენის ახალი მწვრთნელი არის სწორედ იაია ტურე. და ვაჩვენოთ იაია ტურეს, რომ ქართველებს შეგვიძლია წარმატების მიღწევა. სლოვანი ცუდად გვაქვს სამწუხაროდ დასტილი, ბათუმის დინამო შეხვდა 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე და ბოლო წამებზე გამოგვაგდეს კუთხური ჩაგვიხვიეს სამწუხაროდ. მაგრამ ახლა სულ სხვა სცენარი უნდა იყოს. უნდა ვიბრძოლოთ და იმედია ჩემი სტადიონზე მისვლა იქნება იღბლიანი. შევხვდებით სტადიონიდან, ან ჯერ სტადიონიდან არა, ისევ გესაუბრებით, მივახლოვდებით სტადიონს და დაგიბრუნდებით. აბა თქვენიც გამომყევით. მოვედი ვაკეში. ეხლა მინდა რომ კიდე რაღაც გითხრათ. ზეკ 23 ივლისს კიდე ორი ქართული კლუბი თამაშობს კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე. დინამო თბილისი ეთამაშება ლიტვის გუნდ ჟალგირის და გორის დილა ეთამაშება აპოლონს. ეხლა მე როგორც ინფორმაციას ვფლობ, თუ დინამო თბილისი დაძლევს ამ ბარიერს, მაშინ ისინი შეხვდებიან ჰაიდუკის სპლიტისა და აფოს შორის დამარცხებულს, ისინი გამოდიან ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. დიდი ალბათობით ჰაიდუკის სპლიტი იქნება, რომ აფოსი ბევრად უკეთესი გუნდი ჩანს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და გორის დილას რაც შეეხება, გორის დილა ხდება აპოლონს. კვიპროსის გუნდია აპოლონი. გორის დილასაც აქვს შანსი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გორის დილა თუ დაძლევს აპოლონის ბარიერს და გავა მესამე ეტაპზე, ისინი შეხვდებიან ნორვეგიული ბრანისა და კლუჟის შორის გამარჯვებას. კლუჟი რუმინული გუნდია. ნუ იქ არ ვიცი 50-50-ზეა უკვე საქმე. ვინ გავა, როგორ გავა, მაგას უკვე წინასწარ ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ სანაბარი გუნდები არიან. აი ესე დაგვიჯდა რა და ამ სეზონში ევროტურნირზე მოდი ვთქვათ, რომ მეტად გაგვიმართლა, ვიდრე წინა წლებში გვიმართლებდა. ყველაფერი უნდა გააკეთონ ქართულმა გუნდებმა იმისათვის, რომ მოხვდნენ ევროტურნირზე ერთი მაინც. და მე ჯერ კიდე მარტში მქონდა იმის წინადგზნობა, რომ იბერიას ჰქონდა დიდი შანსი, რომ გასულიყო ევროტურნირის რომელიმე ლიგის ფაზაში. იმედია, რომ ჩემი გულის გზნობა ახდება. დღეს თუ ვერა, შანსები მაინც გვაქვს. ხვდებით რა, შანსები გვაქვს მაინც. და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ერთი ეტაპი მაინც უნდა გადალახოს ახლა იბერიამ, რომ სადმე მოხვდეს რამენაირად. იმედია, რომ ამ ერთ ეტაპს დაძლევს. მე მჯერა რა თქმა უნდა იბერიასი და გამოვარჩივდი იბერიადან ანდრია ბართიშვილს, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, არსენალს უკავშირებენ, მაგრამ სანამ თბილისშია და სანამ იბერიაში თამაშობს, იმედია, რომ თავის მაქსიმუმს გააკეთებს და დაეხმარება გუნდს ევროტურნირების ლიგის ფაზაში შესასვლელად. მეც რა თქმა უნდა იმედს დავიტოვებ ამ ყველაფრის, რომ ჩვენი რომელიმე გუნდი გავა რომელიმე ევროტურნირზე ლიგის ფაზაში შევა. იმიტომ რომ სადაც გიბრალტარის, მალტის, ფარერების გუნდები მოხვდნენ, ლიხტენშტაინისაც მე მგონი არ მახსოვს, მაკედონიის ასევე. ჩვენს გვაქვს რა რაღაც შანსები და ეს შანსები არის გამოსაყენებელი. წინა სეზონში სან მარინოს გუნდსაც ცოტა დააკლდა, მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო კონფერენს ლიგის და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება ჩვენ სასიკეთოდ და 21 წლიან, არა, უბრალოდ 22 წლიან გვალვას დავასრულებთ და ნავს გავტეხავთ. 22 წლის წინ UEFA-ს თასი ერქვა ევროპის ლიგას, მოგეხსენებათ. და თბილისის დინამო იყო ბოლო გუნდი, ვინც ითამაშა ევროტურნირზე. ხა 80-იანებს, 90-იანებს აღარ ვამბობ, მაშინ სულ ხდებოდა ჩვენი ქართული გუნდი. ჩემპიონთა ლიგაზეც კი იყო. ლივერპულსაც უგებდა დინამო თბილისი, მაგაზე არ მაქვს საუბარი. აი დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთადერთხელ ვართ მე მგონი გასული 2004-5 წლების სეზონში, თუ სწორად მახსოვს.
დინამო თბილისი გავიდა UEFA-ს თასის ანუ დღევანდელი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ვერც ერთი შეხვედრა მოიგო და 0-0 დაასრულა. იმედია 22 წლიანი ნაუსი და გოლვა გატყდება დღეს თუ არა ამ სეზონში და რომელიმე ქართული გუნდი გვასახელებს. წარმატებებს უსურვებს სამივე ქართულ გუნდს. იბერია ჩემპიონთა ლიგაზე, დინამო თბილისსა და გორის დილას კონფერენს ლიგაზე. ახლა კი ახლოს ვარ უკვე სტადიონთან და სტადიონიდან დაგიბრუნებთ. წარმატებები. ხო და მოვედი სტადიონზე. ცოტა ადრეა. საათ 9:30-ში იწყება მატჩი. ატმოსფერო ძალიან კარგია და ეხლა გაჩვენებთ სტადიონის ატმოსფეროს მთლიანად. ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ხალხი არ არის მოსული, იმიტომ რომ ადრეა. მაგრამ 8 საათზე იწყება თამაში, ჯერ 7:30-ია. როგორც ნახეთ ტიკეტზე, ბილეთების სადღაც 9:30 მაინც გაიყიდა და იმედია რომ ბევრი ხალხი მოვა და უგულშემატკივრებს იბერიას. მეტი ხარდაჭერა სჭირდება იბერიას ამ ეტაპზე, ვინაიდან რადგანაც ისინი ისტორიულ შედეგთან არიან ახლოს. და ჩვენ გულშემატკივრებმა უნდა ვითამაშოთ ამაში ასევე ჩვენი წვლილი და დიდი როლი. ჩვენ რომ არა, მათ ძალიან გაუჭირდებათ. ასე რომ თუ დაუდგებით მეტად ქართულ გუნდებს ხარში, მეტი და მეტი წარმატება წამოვა აუცილებლად. ნაკრებს როდესაც დაუდექით გვერდში 2024-ში ვნახეთ დიდი წარმატება. ევრო 2024-ზე გასვლა და ჯგუფიდან გასვლა, ახლა ევროტურნირზე უნდა გავიყვანოთ რომელიმე ქართული გუნდი და იბერია არის ამასთან ყველაზე ახლოს. წარმატებები იბერიასაც, წარმატებები სამივე ქართულ გუნდს, ანუ იბერიასაც, დინამოსაც და გორის დილასაც. როგორც კი მატჩი გახურდება, გახურებები დაიწყება და ასე შემდეგ დავბრუნდები. მე თუ რამე მომივიდა ჯანმრთელობაზე არ მეუბნება. ელი ჩემი ცხოვრება ვარჯიში, ამ არასწორეთი არის. ეხაც არა. Messi roga. Oba!
სწორად დაარტყამს გარ. ანუ დავაბრა. წავედი, მამა. არ წავედი, ნა. სპასიბა ძმაო. ნახე თუ არა. დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი და სამწუხაროდ ბერია მარცხდება სლოვენთან 0-2. არა, უშავს მეორე ტაიმი გვაქვს წინ და იმედია რომ მინიმუმ არ წავაგებს. წარმატებული იბერიას მეორე ტაიმში.
ხოდა დასრულდა მატჩი. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო შედეგით. სლოვანთან დავთმეთ დაპირისპირება 2-0. ვიბრძოლეთ. სხვათა შორის აი ამაზე მინდოდა და მეთქვა რომ ვიბრძოლეთ ბოლომდე. რაც შეგვიძლია გავაკეთეთ. ატმოსფერო ძალიან კარგი იყო სტადიონზე, რისთვისაც მადლობა გოლშემატკივრებს. მადლობა იბერიას მიბრძოლა ბოლომდე. თუმცა აშკარად 14-11-ზე ვთამაშობდით. აშკარად სლოვანისკენ იყო ის მსაჯი და 2 გოლი არ ჩაგვითვალა, პლუს კიდე 2 11-მეტრიანი არ დაგვიდო და ასე შემდეგ. ნუ ჩანს რა თქმა უნდა ახლა ამ ვიდეოებში ჩემი ემოციები და ხმაც აღარ მაქვს. და ძალიან მიჭირს ახლა ემოციების შეკავება მართლა. მართლა ისაგინებელი იყო ეგ მსაჯი პირდაპირ. ძალიან გავიწირეთ, მაგრამ მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, მადლობა გულშემატკივრებს აი ამ მუხტის შექმნისთვის, იგრძნეს მაინც მათაც და ბევრი შეცდომებიც ჰქონდათ, ბევრი წნეხი ჰქონდათ მაინც სლოვანის ფეხბურთელებს, იგრძნეს სადაც იყვნენ ჩამოსულები და ნუ ფაქტია რომ საჭს არ უნდა და ჩვენი მოგება საერთოდ. 2 ისეთი გოლი გაგვიუქმა, რაც არ იყო გასაუქმებელი. 2-2 მორჩებოდა რომ არა მსაჯის აი ეს შეცდომები და კიდე პლუს 11 მეტრიანი ერთი ვაიც რო დაენიშნა. საერთოდ მოვიგებდით ამ მატჩს. არა უშავს. წარმატებები უსურვოთ კონფერენს ლიგაზე 2 დღეში დინამოს და ასევე გორის დილას. იმედი ისინი გვასახელებენ, მაგრამ ამით არაფერი არ იკარგება, მაინც ძალიან დიდი შანსი გვაქვს კონფერენს ლიგაზე მაინც გასვლის. თუ ახლა გამოვარდებით, მაგრამ დაკარგული მაინც არაფერი არ არის. 2-0-დან მოტრიალება მაინც შეიძლება. სასწაული უნდა მოხდეს, კი ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან რთული იქნება და ეხლა ძალიან ისეთ რაღაცას ვიძახი, მაგრამ იქნებ გამოგვივიდეს, ხო? აი ეს ისტორიული რაღაც გამოგვივიდეს. ნუ არ ვიცი, ნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. არა უშავს. დავუშვათ ახლა როგორც გითხარით, თუ გამოვდით ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავაგზავნებთ და იმედია რომ იქ ლარნი არ გავა მესამე ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის და ცრუენა ზუსტად არ შეგვხვდება მესამე ეტაპზე. დიდი მადლობა მოკლედ ვინც დარჩით და უყურეთ აქამდე. ასევე არხის გამოწერისთვის, ვიდეოს მოწონებისთვის, ზარისღილაკის ჩართვისთვის. დიდი მადლობა და ჩვენ შევხვდებით უახლოეს მომავალში. ნახვამდის.